მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მესამე თავი უნდა გამიხილოთ წიგნიდან კიდევ ერთის ძალა და ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა. არ არის დასასრული, სანამ ყველაფერი არ დასრულდება. თუ გსურთ ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანს მიაღწიო, უნდა დაეუფლო სტრატეგიას კიდევ ერთი მცდელობა. და აი რატომ? კიდევ ერთი მცდელობა შენი ცხოვრებისაგან იზოლირებული როდია. ეს ყოვლის მომცველი ცნება ამ წიგნში მოყვანილ მრავალ სტრატეგიას უკავშირდება. და ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი გვეუბნება, რომ ეს არის ზრდა. ზრდა ხდება მაშინ, როცა ცდილობ რაღაცის გაკეთებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ხარ სტაგნაციაში. კიდევ ერთი მცდელობა წინსვლაში გეხმარება და მეტ შანსს გაძლევს, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის. წინ მიდიხარ შენი მიზნებისკენ და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, შენი წარმატებული ცხოვრებისკენ. ახლა ამას მოყვანილი ყავს ბავშვის მაგალითი, როგორ სწავლობს ველოსიპედით სიარულს. ანუ ნახეთ რა ხდება, ჩვენ არ უნდა დავნებდეთოთ, ავტორი გვეუბნება, და ესეც არის რა თქმა უნდა, და დავიწყოთ არ უნდა შეგვეშინდეს დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. აი მაგალითად პატარა ბავშვი, როდესაც სწავლობს ველოსიპედით სიარულს, ის ჯერ 4 დამატებით საბურავებს აყენებენ, ხო? პატარა ველოსიპედზე გვერდზე პატარა საბურავები აქვს მოყენებული, რომ წონასწორობა ბავშვმა შეინარჩუნოს, შეიძლება ერთხელ გადმოვარდეს, მეორეჯერ, მე ისევ აგრძელებს ამ საბურავებს დროთა განმავლობაში გვერდით დამატებით საბურავებს მოხსნიან და მე ისე გააგრძელებს ბავშვის სიარულს. ანუ ესე იგი სვლაში ხელი არაფერმა არ უნდა შეგვიშალოს. უნდა დავიწყოთ პატარ-პატარა ნელი ნაბიჯებით და ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, უკვე აი თავიდან რაღაცა პატარა ტემპით იწყებ და მე უფრო და უფრო უმატებ. ან ჯერ დაიწყებ პატარა საქმით ამის კეთებას და მე საქმები იზრდება. და შეიძლება ამ გზაზე უამრავი დაბრკოლება იყოს, უამრავი რამე ისეთი იყოს, რომელიც დაგაბრუნებს უკან, მაგრამ მაინც არ უნდა შეშინდე და მაინც უნდა გააგრძელო გზა. შეშინდე, ან არ უნდა დაყარო ის, რა ქვია, ხები არ უნდა ჩამოყარო და არ უნდა თქვა, რომ არა მე არ გამომივა. ანუ კიდევ ერთი ზარი, მაგალითად, სამსახურის ძებნის დროს კიდევ ერთ ადამიანს, როდესაც, არ ვიცი, კიდევ ერთი დარეკვა, კიდევ ერთი ჩვევის გამომუშავება, კიდევ ერთი მადლიერება თუნდაც, კიდევ ერთი ურთიერთობის დაწყება, მაგრამ ეს კიდევ ერთი, როგორ არის იცით, ისეთი საინტერესოა, რომ არ უნდა იყოს ბოლო, ეს არ არის ბოლო, ხო? კიდევ ერთი როდესმე აუცილებლად დაგეხმარება. უნდა აკეთო იმაზე მეტი, ვიდრე ამას სხვა აკეთებს, ავტორის თქმით, და როცა შენ ისე იქცევი და ისე მოქმედებ, როგორც ყველა დანარჩენი, მიიღებ იმავე შედეგს და როცა აკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე სხვები აკეთებენ, მაშინ თავისთავად ცხადია, კიდევ უფრო წინ წავხვალ და მეტს მიაღწევ ცხოვრებაში. დაიწყე კიდევ ერთის ძალის პრინციპით ცხოვრება და ამ პრინციპით ვინც ცხოვრობს და ვინც აი ახლა ამ წიგნის მიხედვით თუნდაც ამ მაგალითებს აიღებს, მაშინ მისთვის შედარებით უფრო მას უფრო მეტი შანსი აქვს ამ წარმატების მიღწევის. ახლა მოყვანილი აქვს სხვა მაგალითები და მე მინდა გითხრათ გავმეორდები აქ რაც მახსოვს ახლა ისე მოვყვები ნაწილ წავიკითხავ. კონფუცი იცით თქვენ ხო, ჩინელი ფილოსოფოსი, მოაზროვნე, მოძღვარი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა პიროვნულ ზრდას და განვითარებას, ფილოსოფოსია ეს კაცი და გსმენიათ მის შესახებ, ის ამბობს, რომ ადამიანის გონებაში მიმდინარეობს ბრძოლები. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ შეუძლია და ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ არ შეუძლია, ორივე მართალია. ანუ აქ ეს ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც შენ ფიქრობ, რომ შეგიძლია, ძალიან დიდი ალბათობით შეძლებდა. როდესაც ფიქრობ, რომ არ შეგიძლია, თავისთავად ცხადია,
ვერ შეძლებ ამას. იმიტომ რომ საქმე იმაშია, რომ აქ რწმენას ყველა ნაბიჯში, აქ კი არა, მხოლოდ ცხოვრებაში რწმენას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. შენ სადამდეც შენი რწმენა მიგიყვას, იქამდე შეგიძლია იარო და მერე უკვე რწმენა როცა არ არის, ფაქტიურად რა ვიცი, აბა ყველაფერი ისე რჩება როგორც არის. და კიდევ ერთი მთავარი კომპონენტი, კიდევ ერთი მცდელობის, კიდევ ერთი ძალის, ეს არის მიზანმიმართულად ეძებო ყველაფერში შესაძლებლობები, ანუ რომ იტყვიან ხოლმე, ხო, არაფრისგან შექმნა რაღაცა. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, შინაგანი თავისუფლება, რისკიანობა, კრეატიულობა. შენ შეიძლება გგონია, რომ ეს ყველაფერი არ გამოგივა, ეს შენი არ არის, კრეატიული არ ხარ, რისკიანი არ ხარ, თავისუფალი არ ხარ, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანს აქვს უულევი რესურსი და ამ რესურსებს სჭირდება გახსნა, ამოყვანა შიგნიდან, ანუ გაცნობიერება და ვარჯიში მოქმედება ყველაფერს შეგაძლებინებს. რაც თავარია თავდაჯერებულობა და რწმენა, ეს არის ის შესაძლებლობები, რომლებიც მიგიყვანს ბოლომდე და მიგიყვანს მიზნამდე. რესურსები და ნიჭები არის აბსოლუტურად ყველა ჩვენგანში და განავითარეთ ეს ნიჭები, განავითარეთ და კიდე რას გვეუბნება, არ მინდა რომ რამე გამორჩეს, თვითშეფასება, შედარებით მაღალი დონის შექმნას უკავშირდება კიდევ უფრო, ხო? თვითშეფასებაზე წინა თავში ძალიან ბევრი საუბრე და აღარ მინდა ახლა ამაზე დრო დავკარგო. ავტორი ამბობს, რომ მე არ ვჯერა შემზღუდველი აზროვნების და მინდა რომ არც შენ გჯეროდეს, ასე არ უნდა ხდებოდეს. დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ყოველ ჩვენგანშია სიბრძნე იმ მომავლის შესაქმნელად, რომელიც გვინდა. უბრალოდ უმრავლესობა რაღაც მიზეზების გამო არ მიმართავს ამ ოქროს ძარღვს. ჩვენ ბლოკავთ ჩვენი იდენტობის ამ ნაწილს და უფრო მცირეს ვთანხმდებით. რა თქმა უნდა, ესეც არის მე ამაზე ხშირად მაქვს ხოლმე სხვადასხვა ვიდეო ჩანაწერებში, ამაზე ხშირად მისაუბრია, რომ არ უნდა დაგვაბრკოლოს არაფერმა, არ უნდა დავბლოკოთ არ ჩვენი რესურსი, უნდა შევისწავლოთ საკუთარი თავი, ისე რომ არ გაგვიჭირდეს ამ ნიჭების აღმოჩენა, რა ნიჭებიც ჩვენშია. ამის შემდეგ არის ქვესათაურით პინიატას გახსნა და კიდევ ერთი მცდელობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მინდა რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანო ერთი აზრის დასადასტურებლად. ცხოვრებაში ხშირად გვეჩვენება, რომ ვერ მივახციეთ ხელშესახებ პროგრესს, მაშინ როცა ეს ასე არაა. და მას მოყავს, იძახსო, ჩემი საყვარელი მაგალითიაო და მას პინიატას გახსნას უწოდებო. რა არის ეს პინიატა? მე მოკლედ გეტყვით. სათამაშო ამერიკაში არის ხოლმე ესეთი დაბადების დღეებზე, წვეულებებზე, იციან, ბავშვის დაბადების დღეზე, გაბერილი სათამაშოა, სხვა ფორმის, არ ვიცი, ზოგი ურჩხულის ფორმის არის, ზოგი უფრო ისეთი სათამაშო, რომელიც არ უნდა დაენანოთ ბავშვებს, გაბერილია, შიგნით ყრია ტკბილეული, კამფეტები და ბავშვები მიდიან სტუმრები და ურტყავენ ჯოხს. ასე ადვილად არ სკდება ეს რაღაცა არის გაბერილი ბუშტივი და მეორენაირი ბუშტები როა. და როგორ არის, ჯოხებს ურტყავენ, მე ბავშვები ეს ავტორი გვიყვება, რომ მე შევესწარიო ამ ფაქტსო და ძალიან დამაფიქრა, იმიტომ მივიდნენ ერთი პირი ბავშვები ჯერ ესე ეჭვით უყურებენ, როგორ ჩაარტყან, თუ დაარტყან თუ არ დაარტყან ეს ჯოხი, იქნებენ უბრალოდ აი ამ ჯოხს ესე და ეს ნელ-ნელა ირყევა ეს სათამაშო დიდი გაბერილი, რომელიც ჩამოკიდებულია, ნელ-ნელა ირყევა. მე მეორე ჯგუფი მივიდა ბავშვების, ახლა ისინი არხევენ და ჯოხების ქნევას განაგრძნობენ და ბოლოს მიდის იუბილარი, მიყავს თავის მშობელს და თვალდახუჭული თვალები აქვს ხოლმე ბავშვს ახმეული და ბოლოს უკვე ატყობ, რომ უკვე უნდა გაიხსნას და გასკდეს ეს დიდი ფორმის, არ ვიცი, ბურთი იქნება თუ რაიმე ურჩხულის ფორმა აქვს ხოლმე, ან რაღაცა, რა ვიცი, დინოზავრის ან რაღაცა მსგავსი და ამ დროს ბოლო დარტყმაზე უკვე იხსნება, ანუ გასკდება ეს დიდი ბუშტი და გადმოიყრება უამრავი კამფეტი და ბავშვები მიდიან და უხარიათ ეს პროცესი. შეიძლება იცით კიდეც ამ
თამაშის შესახებ და ძალიან სახალისო და ესეთი თამაშია, მაგრამ ერთგვარად ფილოსოფიური მიდგომაც შეხედეთ ახლა ამან როგორ გაგვიმარტა. ასევე არის ცხოვრებაშიც, ხო? შენ შეგიძლია მოიქნიო ეს ჯოხი ერთხელ, მეორეჯერ არ გასკდეს ეს ბუშტი, არ გამოვიდეს ის საქმე, ანუ დაიწყო გადადგა ერთი ნაბიჯი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე მცდელობა და არ გამოვიდეს, მაგრამ აი ბოლოს ყოველთვის ის ბოლო ნაბიჯი და კიდევ ერთი ნაბიჯი, თუნდაც ბოლოს ნუ დავარქვეთ კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გახდეს ბოლო ნაბიჯი იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიო, არ უნდა გამოგრჩეს, იმიტომ რომ თუ შენ სადღაც გაჩერდები, შეიძლება სულ ერთი ნაბიჯი გაშორებს იმ წარმატებასთან და იმ სასურველი მიზნის მისაღწევად. ასე რომ არ შეუშინდეთო ამ ყველაფერსო, შენი პინიატასგან გადმოცვენილი პინიატასგან თუ პინიატადან გადმოცვენილი კამფეტების შესაძლოა შენს კარიერაში იყოს დაწინაურება, შენი ახალი ურთიერთობები, შეიძლება ფინანსური ზრდა იყოს, ან თუდაც ჩავარებული გამოცდა, ან არ ვიცი, ნუ რისი მიღწევა ცუს ადამიანს, გატანილი გოლი, რაღაცა სპორტული შეჯიბრებაში გამარჯვება და რა ვიცი, საოცნებო სამსახური. მთავარია კონცენტრირდე პინიატას გახსნაზე. კონცენტრაცია ძალიან მნიშვნელოვანია. პროცესითაც რა თქმა უნდა მიიღოს სიამოვნება. მხოლოდ და მხოლოდ შედეგებს უნდა ველოდებით და კარგია რომ შედეგი იქნება და მე ძალიან უნდა გაბედნიერდი ამაზე პირველ თავში იყო მგონი საუბარი, როცა მიზანს მიაღწევ, ხო როცა წარმოსახვებს აკეთებ და წარმოსახვებით მუშაობ, ამ დროს ეს დიდი ბედნიერება უნდა მოგიტანოს, ისეთი მიზანი უნდა ერჩიო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სანამ მიზანს მიაღწევ, ნუ ამას დრო ჭირდება, ხო? და ესე დაძაბული და რაღაცნაირად ტანჯველი სახით მიდიოდი ამ გზაზე. ყველა თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ისე, რომ გაბედნიერებდეს და გათვალო ის რისკებიც, რომ შეიძლება არც გამოვიდეს, მაგრამ ამითი მოზიდვა კი არ უნდა გააკეთო და ეს არ უნდა იყოს ამაზე არ უნდა კონდეს გაკეთებული კონცენტრაცია. კონცენტრაცია უნდა იყოს იმაზე, რომ მე ყველა შემთხვევაში მივახწევ სასურველ მიზანს, თუნდაც რამოდენიმე მცდელობით. ეხლა შემდეგი თავი არა, უბრალოდ ქვეთავებია ესეთი ეძღვნება. წავიკითხე, საკმარისად ბევრი მომიყოლია. რომელია ეს? ერთი წამით. პინიატას გახსნა. ესე იგი, კიდევ ერთი მცდელობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მინდა რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო ერთი აზრის დასადასტურებლად. ცხოვრებაში ხშირად გვეჩვენება, რომ ვერ მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს, მაშინ, როცა ეს ასე არაა. პინიატაზე ხო ვისაუბრეთ. ეხლა უნდა გადავიდეთ ჩვენ მამა და ქალიშვილი და კიდევ ერთი მცდელობის ძალა. აქ ეს ავტორი გვიყვება საკუთარ ისტორიას, როდესაც პრეზენტაცია ჰქონდა დაგეგმილი, რაღაცა ახალი საქმის დაწყების წინ და მას ყავდა მოწვეული 40 სტუმარი, თუმცა ამ 40 ადამიანის ნაცვლად მოვიდა თურმე 8 ადამიანი. ამან ძალიან დამაფიქრაო იძახის და ვიფიქრეო ბევრიო ნეტავ ავაკეთებ თუ არა სწორად ვიქცევი თუ არა, ნუ რამდენად შესაძლებელია ამ საქმის გაკეთება და რაღაცნაირად სკეპტიკურად უყურებდა ამ ყველაფერს, არ მოეწონა რაღაც თითქოს мотивация ჰქონდა წართმეული, მაგრამ ბოლოს ძალიან ბევრი ვიფიქრეოდა და სწორი არჩევნის გაკეთება, რომელი უფრო სწორი არჩევნის გაკეთების წინაშე დადგა და რომელი უფრო სწორი იქნებოდა დავტოვო ეხლა ეს ყველაფერი, თუ არ გავაკეთო. თუ გავაგრძელო და ამ დროს და ბევრი ვიფიქრეო და დაუსვი ჩვენ თავს ასეთი შეკითხვაო. რა გავაკეთეო იმისთვის, რომ მთლიანად ეს 40 კაცი მოსულიყო, ხო, ვინც დაპატიჟა ამ წვეულებაზე, ანუ პრეზენტაციაზე. და
მთლიანად დაუთმე თუ არა ჩემი დრო მაგალითად. მთლიანად ვიყავი კონცენტრირებული თუ არა ამ საქმეზე. თუ დავაკელი რამე, ანუ ამ არ მქონდა ან განზრახვა შეიძლება არ იყო იმდენად ისეთი განზრახვა არ იყო, რაც საჭირო იყო, რომ აი ეს წარმატებული შეხვედრა ყოფილიყო. და ბოლოს მე თვითონ უპასუხე ჩემს თავს, რომ არა, მე ბევრი რამე დავაკელი, არ დავიხარჯე მთლიანად ამ საქმეში და სწორედ ამიტომ მე მივიღებო გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტი ენერგია ჩამედო და უფრო მეტი გამეკეთებინა, რა თქმა უნდა, არ დანებდა და მეტი ძალისხმევა ჩადო ამ ბიზნესში, რომელმაც შემდგომში უკვე ძალიან დიდი ფული მოუტანა, ასობით მილიონი დოლარი მომიტანაო თვითონ იძახის. სასწაული. და ამბობს, რომ მე აბსოლუტურად გულწრფელი პასუხები მჭირდებოდა ჩემი თავისგანო და ასევე გვირჩევს ჩვენც, რომ როდესაც რაღაცას აკეთებთ, დაჯექით, დაწერეთ, დაფიქრდით, შეგიძლიათ ჩამოწეროთ, ეხლა მე დავამატებ ამას, რომ წერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, კალმით დაწერეთ, არ დაწეროთ, არ გამოიყენოთ ამ დროს. ნუ არ ვიცი, ეხლა ყველას თავისი აქვს, მაგრამ ზოგს ძალიან კარგად მე პირადად ძალიან მიყვარს, როდესაც კალავს ვარო და კალმით ვწერ, ეს ჩემს ტვინის ნეირონებზე პოზიტიურად მოქმედებს და გადააწყობს მიზანმიმართულად იმ საქმისკენ, რაზეც ვწერ. მაგალითად, ჩამოწერეთ რა მიზნები გაქვთ, რა უნდა გააკეთოთ ამ ბიზნეს მისაღწევად, რამდენი დრო დაგჭირდებათ და ყველა კითხვა და პასუხები უნდა იყოს ძალიან აბსოლუტურად გულახდილი და გულწრფელი. ანუ თქვენი აზროვნება უნდა გადააქციოთ ბიზნესად. თვითონ გვეუბნება ავტორი ამას. ეხლა კიდე ერთი მაგალითი მინდა გაგიზიაროთო და აქ მოყავს თავისი შვილის მაგალითი, როდესაც ეს წიგნი დაიწერაო, ავტორი ამბობს, რომ ჩემი შვილიო იყო 17 წლისო, თავის ქალიშვილი 17 წლის არის, იყო იმ პერიოდში, ეხლა და ალბათ დიდია. და გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ეს მამამისი ესეთი შეძლებული ადამიანი, მილიონერი და სხვათა შორის თქვენ წარმოიდგინეთ ესეთი ადამიანის შვილები ძალიან ბევრი, ხო? ევროპაში მე სადაც ვცხოვრობ, ძალიან ბევრი მინახავს ადამიანი, რომელიც დიდი ფულის პატრონია მშობლები და თვითონ ნაქირავებში ცხოვრობს, სტუდენტია, ან არ არის სტუდენტი, ან მერე მუშაობს და თვითონ თან სტუდენტობის პარალელურად მუშაობს, იმიტომ რომ ის თანხა უნდა გამოიმუშაოს ყოველდღიური თანხა, რაც მას სჭირდება. აი ესეთი პრინციპით ზრდიან ძირითადად შვილებს და ამ დროს პასუხის ეს რას ნიშნავს? იცით, იმათ ყვაქვთ იმის საშუალება, რომ შვილებს დააფინანსონ და აქვთ კი არა, ძალიან ბევრი აქვთ, მაგრამ რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ რომ პასუხისმგებლობის შეგრძნება ჩამოყალიბდეს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ბავშვობიდან ყალიბდება ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე რო აიღო და მიაღწიო იმ წარმატებას, რაც კი და სხვების დახმარებით უფრო ძალიან სასიხარულო და უფრო თავდაჯერებულობას მეტად მატებს ხო ადამიანს ეხლა ვიდრე მშობლის ფულებით გაკეთებული და აქ სულ პრინციპში ესია და აქაც ეს ყვება რომ ავტორი ყვება რომ მე ჩემი შვილი რომელიც სტუდენტი იყო პარალელურად სამსახურს ეძებდაო და დაარიგა თავისი სევეს ეძახიან საფრანგეთში არ ვიცი რა CV-ები სხვადასხვა ადგილას და მიუხედავად იმისა რომ დაარიგა თან პარალელურ რეჟიმში ეს ბავშვები ყოველთვის დადიან ხოლმე სხვათა შორის ჩემი შვილებიც მინდა აღვნიშნო რომ სტუდენტობის დროიდან აი როგორც კი შესრულდნენ 18 წლისები ერთიც და მეორეც მე ახლა არ მე ტრაბახში ჩამეთვალოს მაგრამ ჩემი შვილებიც მუშაობდნენ მე შეგკვირდით რომ ჩემ მაგალითებს ჩავთავდი ყოველთვის და ამის გარეშე არ იქნება ჩემი ჩართვები. ანუ ერთიც და მეორეც პირადად გოგო, რომელმაც დაიწყო ფაბრიკაში ქარხანაში მუშაობა, ღამის სმენაში უпростоრად საღამოს იწყებოდა 9-ზე და დილის 5-ზე. მერე მოვიდოდა, იცინებდა და მიდიოდა
სასწავლებელში მეორე დღეს. თუმცა შემდეგ როდესაც სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, იქაც მონახა სხვა სამსახური, მაგრამ ნახეთ რა მოხდა ჩემი შვილის შემთხვევაში, სწავლობდა დაასრულა ბიზნეს სკოლა პარიზში და ჩვენ არ ვცხოვრობთ პარიზში, პარიზიდან ჩვენ ქალაქამდე არის 700 კილომეტრი, 600-700 კილომეტრი. მოშორებით ვცხოვრობთ პატარა ქალაქში და მოშორებით კი არა, შორს ვცხოვრობთ პატარა ქალაქში და ამ ქალაქში სანამ ლიცეუმში იყო, საერთოდ კოლეჯიდან ლიცეუმში იყო და მე წავიდა ეგ უმაღლეს სკოლაში, ბიზნეს სკოლაში სასწავლებლად. მანამდე აქ სწავლის პარალელურად მუშაობდა ფაბრიკაში, სადაც ნამცხრები მზადდებოდა, ქარხანაა დიდი. და ჯერ მუშაობდა ისე, როდესაც უკვე სწავლა დაიწყო პარიზში და მერე დაარიგა თავისი სივები, იმისათვის რომ სტუდენტობის პერიოდშივე ეშოვა სამსახური, აქ ჩვენს ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ, ძალიან დიდი სიამოვნებით შესთავაზეს საკმარისად დიდი თანამდებობა უკვე თანამდებობა, იმიტომ რომ ისეთ კერძო სკოლაში იყო, რომ იქიდან გამოსული ბავშვები ყოველთვის ადამიანები მოზარდები, ყოველთვის წინა პლანზე არიან, უფრო მეტი პრიორიტეტი აქვთ, რომ სამსახურები იპოვნონ კარგი სამსახურზე მაგ ახლა ლაპარაკი. მანამდე უბრალოდ მუშად მუშაობდა, ჩვეულებრივად, როგორც ყველა და მე აღმოჩნდა, რომ არ დადაგები, როდესაც ჰქონდათ ვაკანსები, ეგრეთ წოდებული, ჩამოდიოდა ჩვენთან, ორკვირიანი ვაკანსები იყო ხშირად, ყოველ სეზონზე იყო, რა თქმა უნდა, და მუშაობდა აქ. საკმარის თანხაშრომლობდა, გამოიმუშავდა და სხვათა შორის იმ ქალაქშიც რაღაც გარკვეული დროით 2 საათი სწავლასთან ერთად მუშაობდა. პირველად მე უნდა გადამეხადა, რა თქმა უნდა, თანხა იყო იქ სკოლაში გადასახდელი, დიდი თანხა თან პლუს უნდა გვექირავა სახლი რო ეწყორა, იქ აკეთებდა ამას, მე ვიხდიდი ამ ყველაფერს, მაგრამ როდესაც უკვე აქ საკმარისად კარგ რა ქვია იმას პოსტი, თანამდებობა შესთავაზეს და აქ დაიწყო მუშაობა, მე ბოლო 2 წელი აბსოლუტურად ერთი თეთრიც არ დამჭირდა, ერთი კაპიკიც არ დამჭირებებია მისი ყოველდღიური თანხების გადასახდელად და ქირასაც თვითონ იხდიდა. თუმცა სკოლის ფული, რა თქმა უნდა, მე უნდა გადამეხადა, იმიტომ რომ ის ძალიან დიდ თანხებზე იყო და ვერ შეწუდებოდა ვერანაირად სულ დღე და ღამე ემუშავა. მე როგორ ისწავლიდა. აქაც ახლა ძალიან ხო და კიდე რა მინდა იცი დავასრულებ ამ ჩემს ისტორიას, რა მინდა იცით რომ თქვა მე ძალიან ახლობელ ადამიანს არ დავასახელებ უბრალოდ, ჩემი ოჯახის წევრია ისიც, მასაც ყავს შვილები, მან მითხრა რომ რატომ აკეთებ ამას, გაუკვირდა, ჩემი შვილები როგორც კი აი 18 წლისები რო გახდნენ და დაიწყეს მუშაობა, გაუკვირდა რატომ მუშაობენ, არ არის საქართველოში ალბათ ის კულტურა, ეხლა დიდები არიან ჩემი შვილები და ეს რამდენი წლის ამბავს გონი დაახლოებით ალბათ 10-12 წლის წინანდელ ამბავს ვიძახი ახლა საკმარისად დიდია გოგოც და ბიჭიც და წარმოგიდგენთ მაშინ ძალიან გაუკვირდათ თვითონ ჩემ ოჯახის წევრებსაც კი საქართველოში ვინც არიან რომ რატო მუშაობენ არ გეცოდება ბავშვები არავითარ შემთხვევაში აქ არაფერ შუაში არ არის შეცოდება ჯერ პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ კი დედა ვარ მე გული კილოდა ნამდვილად და შიგნით ჩემში იმაშიც არ იყო ხო მე რაღაც ქართველი დედა რაღაცა მაინც გადაფარებული ამ ბავშვებზე არ მართლა მეწოდებოდა მაგრამ თავს ვიკავებდი ამას არ ვიმჩნევდი ჩემ თავს ვაჯერებდი რომ ეს ნორმალურია რომელიც მე ჩვევაში გადამივიდე და ნამდვილად უკვე აღარ მქონდა პირიქით ძალიან მახარებდა და ეხა ამბავს მე დიდი სიამაყით გიყვებით და სადაც ვხვდები იქაც ვყვები და მეორე საქმე იმაშია რომ თვითონ ეს ბავშვები თვითონ იყვნენ მოტივირებული იმიტომ რომ თავისი მეგობრები თავისი გარშემოწვე ანალოგიურად იყო ის კი არა და მეცად ვიტყვი ხა მე არანაირი მილიონერი არა ვარ და არც იმდენი შემოსავალი მაქვს რომ აი მოკლედ ვინახო ხო ჩემი შვილებიც ბოლომდე როგორც ხშირად საქართველოს იმაში ძალიან ბევრი ოჯახი ბოლომდე დედაზე და მამაზე არიან დამოკიდებული და იქ სკოლაში უკვე უმაღლესი სკოლა ქვია ასე ითარგმნება არ ვიცი რა ქართულად
როგორ არის, მაგრამ იმაში სწავლდნენ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელები და ყველა ძირითადად 80-90% იყო მდიდარი ოჯახებიდან. და იძახდა, რომ აბსოლუტურად ყველა სტუდენტი მუშაობდა. და დედა მეუბნებოდა სულ, აი ყველა მუშაობს და შეიძლება მე გავჩერდე, ეს ხო წარმოუდგენელია. ესეთი მენტალიტეტი იყო და მენტალიტეტის ჩამოუყალიბდათ თავიდანვე ამ ბავშვებს. ასევე იყო ანალოგიურად ბიჭიც, ყოველთვის მუშაობდა და აქედან ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი სიამაყით ვამაყობ ერთ სიტყვით მე ამით, ძალიან მიხარია, ეხლა კარგი გაგებით ოღონდ, რა თქმა უნდა. ხო და ასე ყვება, რომ ჩემმა გოგომ მცდელობა ქონდაო, ეშოვა სამსახური და არსად არ იღებდნენ, არ არის მარტივი, ხო უნდა წერო, არ იგო, მე უნდა იარო კარდაკარ და ზუსტად იგივეს ყვება, რომ კაფეში შევიდა და ეს გოგონა არ ყოფილა 18 წლისაც კი და სანამ 18 წლის არ გახდება, არ აქვს მოზარდს იმის უფლება, რომ იმუშაოს, იმიტომ რომ ეს აკრძალულია და ყველა პირობა დააკმაყოფილა, გასაუბრება გაიარაო, ავტორები ყვება, მაგრამ ერთადერთი რამაც შეუშალა ხელი, ეს იყო, რომ არ იყო 18 წლის, არასრულწლოვანი იყო. გამოვიდა ეს გოგონა და დაურეკა მამამას გულდაწყვეტებმა, რომ მამა მე მოვეწყვე სამსახურში, გავიარე გასაუბრება, ესე მოხდა, მაგრამ როდესაც გამოვიდა ამ ბავშვმა ტელეფონი დაიკავა ხელში და გადაწყვიტა, გაბრაზებული კი იყო, მაგრამ გამოვიდა და გადაწყვიტა, რომ მე კიდევ უნდა ვცადო, ეს არ არის ის ეხლა დავიხურავ ხუთს და წავედა სახლში დავждები, ეს არ არისო და გამოვიდა თუ არა გვერდზე შესულა, კიდე გვერდზე კაფეში და წარუდგენა თავისი მონაცემები, გაიარა იქაც გასაუბრება და იმ დღესვე, იმ წუთში მიიღეს და ამას ისეთი სიამაყით ყვება, ну არ ვიცი, აი როგორც მე მოვყევი, ეხლა ჩემი შვილების ისტორია სწავლასთან დაკავშირებით. ასე რომ ეს კიდევ ერთი მცდელობა ყველა შემთხვევაში აუცილებელია. მე მგონია და მჯერავს დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აუცილებლად მიიღებს სასურველ შედეგს. ოღონდ არ უნდა დაანებდე და არ უნდა გაჩერდე. ეხლა აქ არის მოყვანილი სამი გზა, თუ როგორ შეუძლია კიდევ ერთ მცდელობას გამორჩეული შედეგების მიღწევაში დაგეხმაროს. პირველი გზა ეს არის საზღვრების დარღვევა, აუცილებელია, ანუ იმ საზღვრების იმ ჩარჩოების, რომელშიც ზის ადამიანი. ანუ კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე. უნარჩვევებიც კი უნდა შეიცვალო. უნდა გადაუხვიო ნორმიდან. უნდა გახდე უფრო მეტად თავდაჯერებული და უკვე ახალი შესაძლებლობების დონეზე გადახვალ, იმიტომ რომ თუ შენ მაგალითად იმ ტემპით აგრძელებ მიზანთან მიზნის დასახვიდან მე მიზანზე მუშაობას და ტემპიცაც დღეს ცხოვრობ, ხო? ეს არ გამოდგება, კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი, კიდევ ერთი ახალი უნარი უნდა ისწავლო, ახალი ჩვევა უნდა გამოიმუშაო, იმისთვის რომ ახალ საფეხურზე გადახვიდე. თუნდაც ეხლა მაგალითად უნარჩვევებზე ცალკე თავში ძალიან ბევრი აქვს ძალიან ბევრს გვესაუბრება და მოდი დავტოვოთ იქით გადავალთ და მე იქით ვისაუბრებ და თვითონ ამბობს რომ როცა ენერგიას არ დაიშურებო, როდესაც შენ ენერგიას საქმეში ხარჯავ და პრინციპში რომ დააკვირდეთ ყველა დამეთანხმებით ამაში და მართლაც ესია, რაც უფრო მეტ ენერგიას დახარჯავ, მეტ ენერგიას გამოიმუშავებ. ეხლა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც არაფერს არ აკეთებს და სახლში ზის, აბსოლუტურად არ აქვს ენერგია. ყოველი შემდეგი მომდევნო დღე მათთვის ვიზ დივანზეა წამოწოლილი, ნაკლებად ენერგიული იქნება. ყოველ მომდევნო დღეს და ვინც მე არ ვიცახე რომ გადაღლამდე უნდა იმუშაო და გადაწყდა წელში, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ის ძალისხმევა რაც უნდა ჩადო, მაგრამ არა ისე რომ ბოლომდე გაინადგუროთ, ახლა ფიზიკური ჯანმრთელობა უბრალოდ აქ ტაქტიკაა და ტვინია და შენი ძალიან ბევრი ადამიანისგან სმენია, რომ ბოლოს უკვე გადაიწვა და აღარაფერს აზია არ ქონდა, ახლა ჯანმრთელობა არ უნდა დაიზიანოს, რა თქმა უნდა ადამიანმა. მაგრამ აი ენერგიას რას მეც დახარჯავ, მეც გამოიმუშავებ. ეს ჩვეულებრივი კანონია, ხო?
მეორე გზა რომ კიდევ ერთის პრინციპით, ეხლა ამ შემთხვევაში არის ის, რომ წარმატება იზომება რიცხვებში. და რას გვეუბნება, თუ გსურთ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი შედეგები ყოველთვის გააუმჯობესე და გაზომე რიცხვებში. გახსოვდეს, რომ წარმატება უმეტესწილად ჩვევების სისტემის შემუშავებასა და თვითდისციპლინაზე იქნება დამოკიდებული. დაუოკებლად უნდა მიისწრაფოდე პროცესების მრავალჯერადად სრულყოფისკენ, სანამ არ შექმნის საკმარისად დიდ რიცხვებს სასურველი გამარჯვების მისაღწევად. ყველაზე წარმატებულები ყოველთვის მომართული არიან იმას, რომ თავიანთი დღის განრიგში კიდევ ერთი მცდელობა ჩართონ. ანუ აუცილებლად გაზომვადია, აუცილებლად რიცხვებით და ციფრები გამოიყენეთ, აუცილებელია ეს, იმიტომ რომ იზომება, გაზომვადია ეს წარმატება. ზოგჯერ შეგიძლია დაემალო საკუთარ თავს, მაგრამ რიცხვებს ვერ დაემალები. რიცხვები შავ-თეთრი ანარეკლია, რომელიც პირდაპირ კავშირშია შენს ძალისხმევასთან. ადვილია გაყიდვების მოცულობის, განხორციელებული სატელეფონო ზარების და მისთანების თვიური ან წლიური მაჩვენებლების შედარება. არ უნდა დაგეზაროს თვალყურის მიდევნება იმაზე, თუ რა სიხშირით სტუმრობს სპორტ დარბაზს, რამდენჯერ წევს სიმძიმეებს ან კვირაში რამდენ კილომეტრს დარბიხარ. ეს როდესაც სპორტით, აი მაგალითად ჯანმრთელობისთვის დავდივარ, ვითვლი ნაბიჯებს, დაყენებული მაქვს ტელეფონში სპეციალური, არ ვიცი, პროგრამა, რომელიც ვითვლის რამდენი ნაბიჯი გადადგეთი, რამდენი კილომეტრი გაიარე. ყველაფერში ეს ახლა ყველაფერს რიცხვებია ყველაფერი და მესამე და მნიშვნელოვანი პირობა ეს არის ის, რომ არაფერი ქმნის ყველაფერს. და ესეც ძალიან საინტერესოა, აქ მოყვანილი ყავს ესეთი მაგალითი, დასაბამი და შექმნა ღმერთმა ცადა ქვეყანა, ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი და ბნელი იყო უფსკრუზე და სული ღვთისამი მოიქცეოდა წყალზე და თქვა ღმერთმა იქნას ნათელი და იქნა ნათელი. ანუ არაფრისგან შესაძლებელია ყველაფრის შექმნა. და ბევრი ღვთისმეტყველი დაბადებას განსაზღვრავს, როგორც ღმერთის მიერ არაფრისგან სამყაროს შექმნა, თავად ასე გვაუწყარო ყოფიერება შექმნა სული უმყოფობისგან. იმ ადამიანთა რიგს მიეკუთვნები, რომლებსაც ამისიც სჯერა. ჩემს რწმენაში, ხო, თავის რწმენაზე გვეუბნება მე, რომ თვითონ არის ქრისტიანი, ძალიან სწამს ღმერთი, ამაზეც შემდეგ თავში გვესაუბრება, აქ არ ლაპარაკობს ამაზე და რაც შეეხება შენს ცხოვრებასო, ეს არაფრისგან ყველაფრის შექმნა, ეს როგორ აისახება, როდესაც ზეწოლას ახორციელებს შენ თავზე და აცარიელებ ყველაფრისგან, რაც შიგნით გაქვს იმ დონეზე, რომ არაფერი გრჩება, სწორედ მაშინ შეიქმნება ყველაფერი. ანუ რას ნიშნავს იცით ეს, მე ესეთი აზრი გამოვიტანე. საერთოდ ჩვენთანაც არის ნათქვამი, ჩვენც გვაქვს ესეთი გამოთქმა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაგალითად არაკეთებ როგორ იტყვიან ხოლმე ქვისგან იმას წვენს გამოწურავსო ან აი ცივქვაზე დასვავ და შექმნის ყველაფერს ხო გვაქვს ესეთი განმარტებები ანუ როდესაც შენ მე მგონია რომ უფრო მასეთი ადამიანები ბევრნი არიან, როდესაც ხედავენ, რომ არ აქვთ ისეთი ცხოვრება აწყობილი, ძალიან ბევრს აკეთებენ იმისგან, რომ რაღაცა შექმნან. ანუ მაგ დროს რაღაცა სხვა ძალა და სხვა ენერგია იხსნება. თუ მაგალითად მე მეორესაც დავამატებდი, რომ თუ მაგალითად ადამიანი რაღაცა უამრავი ინფორმაციისგან, დარდისგან, არასასურველისგან, რა თქმა უნდა. რაღაცა ნეგატიური ემოციებით არის დატვირთული. აი ესენიც ყველაფერი უნდა გასუფთავდეს და უნდა ცარიელიდან დაიწყოს, ხო? აი ზედმეტი ტვინდანაც უნდა მოიშოროს ზედმეტი. როგორც მაგალითად სახლში დალაგება რომ გინდა რომ სუფთად იყოს შენი სახლი, ან ახალი ენერგიები შემოვიდეს და ახალი რაღაცები მოიზიდო. უნდა გაიტანო ის ძველი, აბა რატო იციან აქ ევროპაში რომ გააქვთ ხოლმე ყოველთვის თან საახალწლოდ. ან კიდევ მაგალითად
როდესაც ახალი შენაძენები გჭირდება, ძველი უნდა გადააგდო. და რა ვიცი, 1000 მაგალითის მოყვანა შეიძლება. ანუ კიდე რას გვეუბნება, აიძულე კიდევ ერთი მცდელობის ძალა, რომ შენთვის იმუშაოს. ცხოვრება არ გჩუქნის შესაძლებლობებს. ის უნდა იყო, ვინც თვითონ იქმნის შესაძლებლობებს. ნუ ელოდები, გამოიჩინე აგრესიულობა და გაიგე, რომ აუცილებელი არ არის კიდევ ერთი მცდელობა იდეალური იყოს. ის უბრალოდ უნდა შესრულდეს. ანუ არ არის რომ ის არ არის აუცილებელი რომ იმ კიდევ ერთში გაიმარჯვებ. უბრალოდ სულ უნდა იყოს შენს ცხოვრებაში კიდევ ერთი მცდელობა და რეალურად ესეც არის. მოკლედ აი ესე დასრულდა ეს თავი. ყოველთვის არ არის ადვილი ამის გაკეთება, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ თუ ერთ ადამიანს გამოუვიდა, თუ მეორეს გამოუვიდა, ესე იგი შესაძლებელია. არაფერი არ არის შეუძლებელი ამ ქვეყანაზე. ანუ არ დაგავიწყეთო, რომ წინასწარ განზრახულობა უნდა ჩართოთ საქმეში, აი განზრახვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ან გავიარეთ ეს სამი თავი, გავიგეთ, რომ თავდაჯერებულობა, თვითშეფასების მაღალი დონე, რეალური ადეკვატური თვითშეფასება, წინასწარ განზრახულობა, დრო, ამაზე ყველაფერზე ვისაუბრეთ. არ ვიცი ხარ მინდა რამე გამორჩეს და შემდეგ უკვე შემდეგში ეს პატარა თავი იყო უკვე გადავალთ დროის მენეჯმენტის 5 პრინციპზე. დროზე ვისაუბრებთ ძალიან ბევრს და ძალიან საინტერესოს. დაგემშვიდობებით და წარმატებულ დღეს გისურვებთ.